სალამი, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო აუდიტორია. დღეს გავაკეთებ ძალიან საინტერესო თემას, ვიმფიქრობთ თქვენზე ამ წუთას. და ამ გაშლას ჩვენ გავაკეთეთ აი ესეთი ლამაზი, ნახეთ როგორ გიყურებთ მალიფისენტის შორიდან. აი ესეთი ლამაზი და ასეთ მალიფისენტის დასტით, რომელიც აი ესე ისევ დარტებს შორიდან გიყურებთ ხეები, აი ლამაზი ესე თქვათ ფოთლებიდან იყურება. ნახოთ, ვიმფიქრობთ თქვენზე ამ წუთას, ტარო გვაჩვენებს ვისგან მოდის ფიქრის ენერგია, როგორია მის დამოკიდებულება და რას ელოდება თქვენგან. თუ გსურთ მუდმივად მიიღოთ ასეთი გაშლები ჩემგან, არ დაგაუწევთ და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწვევთ ჩემი არხი და ახლა მოდი ერთად ვნახოთ, ვინ არის ის, ვინც ახლა თქვენზე ფიქრობს, ორიენტირებით საკუთარ თავზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ არ გვაქვს ინფორმაცია ვინ არის. უბრალოდ შეიძლება ინტუიციურად ვიგრძნოთ და ვიფიქროთ, მაგრამ არ ჩაიფიქროთ პიროვნებამ, მხოლოდ თქვენი თავი ჩაიფიქროთ და დავიწყოთ გაშლა. ვინ ფიქრობს ახლა ამ წუთას თქვენზე, ვინ არის ის, ვინც ახლა თქვენზე ფიქრობს? ნახოთ. Wow. Wow. ისედაც ყველაფერი დასრულებულია. ნუ თუ ეს მოკლედ ეს სიტუაცია იქნება მათთვის, ვისთანაც ურთიერთობა არის დასრულებული, ვისთანაც არავით არის პაუზა, უბრალოდ დასასრულია ურთიერთობის. წინასწარ გეუბნებით, რომ მხოლოდ აი ამ კრიტერიუმების ქვეშ მყოფებმა და ამ ისტორიის მაჩვენებლ, ვისაც ეს ისტორია გაქვს დასრულებული ურთიერთობა მხოლოდ, მათ უყურეთ ეს გაშლა, იმიტომ რომ ეს არის დასრულებული ურთიერთობაზე და წარსულ პიროვნებაზე, რომელიც ახლა თქვენ ცხოვრებაში არ არის. მოკლედ, როგორც არკანები ასევე მიჩვენებენ, მე ამასაც აღნიშნავ, რომ საქმე, ანუ გაშლა ეხება ისეთ ხალხს, ვისაც სამსახურეობრივად ერთი სივრცე გაკავშირებთ, ერთი სამსახური გაკავშირებთ, კოლეგიალობა გაკავშირებთ, იმიტომ რომ ეს თითქოს მიჩვენებს სამსახურეობრივ რომანზე და ესეთ მდგომარეობაში, სადაც დასრულებულია ეს რომანი თქვენ შორის. ხო, თქვენად პენტაკლების ტუზი გვაქვს და ეს პირდაპირ მიგონიშნებს სამუშაო სივრცეზე. ტუზი გვიჩვენებს ახლასაწყის მატერიალურ საფუძველს, გარემოსაც თანამშრომლობა და სტაბილურობა იყო. აქედან ჩანს, რომ საუბარია ისეთ ადამიანზე, ვისთანაც თქვენი კავშირი სწორედ საქმესთან იყო გადაჯაჭვული, გადაჯვარედინებული. რაც გვაჩვენებს პირველი რიგი ჩვენ ეს არკანების ეს არის 6-იანი პენტაკლი, 6-იანი ხმალი, პენტაკლების ზედაფარი და 7-იანი ხმლები. ეს კომბინაცია მკაფიოდ ახდენს ურთიერთობას, სადაც ერთ დროს იყო ასე თქვათ შეთანხმება, ასე თქვათ ბალანსის გაცემა, მიღების ენერგეტიკა, შემდეგ დისტანცია და დაშორება შეიქმნა 6-იანი ხმლებიდან გამომდინარე. თქვენ აქ გამოსახულ ხართ როგორც პენტაკლების დედოფალი, ძლიერი დამოუკიდებელი პრაქტიკული ქალი, რომელიც საკუთარ ადგილსა და პოზიციას ინარჩუნებს და სერიოზულად აღიქმება და გაფასებენ, მაგრამ 7-იანი ხმლები გვაჩვენებს, რომ ეს ურთიერთობა ფარულ კონტაქტზე, საიდუმლოებებზე და არაპირდაპირ ნაბიჯებზე იყო აგებული, თითქოს ბოლომდე ღია ურთიერთობა არ ყოფილა თქვენ შორის, ხო? მეორე რიგი გვიყვება, სად არის ახლა ეს კავშირი და სად დღესაც ამ ენერგიაშია. 3-იანი პენტაკლი კვლავ გარემოს გვიჩვენებს, სადაც სამუშაო და სამსახურეობრივი ენერგეტიკა, თანამშრომლობა, საერთო საქმეა. ეს იყო საფუძველი, სადაც ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დაიბადა და დაიწყო. აქედან ჩაისახა თქვენი, ასე ვთქვათ, ურთიერთ ემოციები, ურთიერთ გრძნობები. ერთხების ტუზი, ასე ვთქვათ, გეუბნება ვნებაზე, ვიყვება ცეცხლზე, თქვენს შორის ძლიერ მიზიდულობაზე, რომელიც ამ კონტაქტს ესე იგი თან ახლდა, დაწყებისთანავე, მაგრამ შემდეგ მოდის სულელის არკანი, ერთგვარი ესე თქვა დაუკმაყოფილებლობა, სიმსუბუქე და არასტაბილურობა, სულელური ქცევები, სულელური ნაბიჯები. თითქოს ერთ-ერთმა მხარემ პასუხისმგებლობა ვერ აიღო საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ მისი ენერგიები უფრო ვიდრე თქვენი და ბოლოს 10-იანი ხმალი, ხო, აი ყველაფრის საფუძველზე, რომ ესეთი ეს თქვა არ დააფასა თავის გზნობა, არ დაგაფასა თქვენ სულელურად მოიქცა, ბოდიში იდიოტივით მოიქცა და ასე შემდეგ, უკაცრავად, მაგრამ აქ სხვა ამის
სახელწოდებას ვერ უწოდებ ამის აქცელებს, ურთიერთობა დასრულდა მტკივნეული წერტილით, როცა ეს ისტორია დაიხურა. ასე რომ ეს გაშლა გვეუბნება, რომ თქვენზე ამ წუთას ფიქრობს პიროვნება ვისთანაც სამსახურში, ან საქმე გქონდათ საერთო. ან გქონდათ რომანი, ან ორივე ერთად, სამსახურეობრივი რომანი, ის გიხსენებთ როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს, მაგრამ თავადაც ასწავლებს, რომ ეს ყველაფერი ფარული იყო და ფარულ მიმდინარეობაზე იყო აგებული. მისთვის ეს კავშირი იყო ემოციურად და ვნებიცავსე, მაგრამ ახლა იგი დასრულებულად მიიჩნევა და ფიქრობს, რომ დასრულდა და 10-იანი ხმელი გვეუბნება პირდაპირ რომ ურთიერთობა მტკივნეულად დაიხურა და ამჟამად მხოლოდ მოგონებების დონეზე არსებობს. ეს არის ის, ვინც ახლა თქვენზე ფიქრობს, ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა სამუშაო და საქმიანი ურთიერთობის ხაზით და რომელთანაც რომანი უკვე წარსულში დარჩა და დასრულებულია. დასრულებულია ფიზიკურად, მაგრამ მის გულში არსებობს დღესაც. ამიტომაც აი ესეთი დიდი ტკივილით 10-იანი ხმალით იმასაც გვეუბნება, რომ ტკივილით გიხსენებთ ეს პიროვნება და ამ გაშვებულ შანსებს თქვენთან ურთიერთობაში ასეთი დიდი ასე ვთქვათ, დარდით, ტკივილით და ვაი-ვაგლახით იხსენებს ჩემო კარგებო. ეს არის სულ აი ეს თემა, თუ ვინ გიხსენებთ ახლა და ვის ახსოვხართ ახლა და ვინ ფიქრობს თქვენზე ახლა. ეს არის ეს პიროვნება ჩემო კარგებო, გაშვებულ შანსებზე ფიქრობს და ახია მას ეს სულ ჩამოკარგებო, ეს გაშლა, ფიქრობ რომ გაგეცით პასუხი, თუ გაინტერესებდათ თუ ფიქრობთ თუ არა პიროვნება თქვენზე, კი ფიქრობს და ვიზეც იქნება მორგებული ეს გაშლა და კონკრეტულად დავასახელებ, მხოლოდ მათ უყურეთ ამ გაშლას. დაალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. მშვიდობას და სოლიდარობას გისურვებთ, ჩამოკარგებო. კარგად იყავით.